თავი მე-14. ორი დღის შემდეგ იყო პასექისა და უფუარობის დღესასწაული. მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი ღონეს ეძიებდნენ, რომ როგორმე შეეპროთ იგი მზაკრულად და მოეკლათ, რადგან ამბობდნენ: ოღონდ დღესასწაულზე არა, რათა ხალხი არ აღშფოთდეს. როცა იესო ბეთანიაში იყო, სიმონ კეთროვნის სახლში და სუფრას უჯდა, მოვიდა დედაკაცი, რომელსაც ალებასტრონით ჰქონდა სუფთა ნელსაცხებელი, ძვირად ღირებული ნარდისა. გატეხა მან ალებასტრონი და თავზე მოასხა მას. ზოგიერთნი აღშფოთდნენ და ლაპარაკობდნენ ერთმანეთში. ასე რად გაიფლანკა ნელსაცხებელი? ხომ შეიძლებოდა ამ ნელსაცხებლის გაყიდვა 300 დინარზე მეტად და ღარიბებისათვის დარიგება? ასე კიცხავდნენ მას, ხოლო იესომ უთხრა მათ: მოეშვით მაგას. რატომ არ წვეთ? მაგამ ხომ სიკეთე მიყვა. ვინაიდან ღარიბნი მუდამ თქვენთან ყავთ და თუ კი მოისურვებთ, შეგიძლიათ სიკეთე უყოთ მათ. მე კი მუდამ არ გეყოლებით. მან ის გააკეთა, რაც შეეძლო. წინასწარ სხოთ შემსხეულს დასამარხავად. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, სადაც კი იქადაგებენ სახარებას მთელ წუთის სოფელში, იტყვიან, რაც მან გააკეთა, მისივე მოსაგონებლად. იუდა ისკარიოტელი, ერთი იმ 12-თაგანი, წავიდა მღვდელმთავრებთან, რათა გაეცა იგი. მათ კი რომ მოისმინეს, გაიხარეს და აღუთქვეს მას ვერცხლის მიცემა. ის კი მარჯვე შემთხვევას ეძებდა, რათა გაეცა იგი. უფუარობის პირველ დღეს, როცა საპასექო კრავს სწირავდნენ, მისმა მოწაფეებმა უთხრეს მას: სად გინდა რომ წავიდეთ და მოგიმზადოთ საჭმელად პასექი? გაგზავნა ორი თავისი მოწაფეთაგანი და უთხრა მათ: წადით ქალაქში და შემოგეყრებათ კაცი, რომელსაც კოკით წყალი მოაქვს. გაჰყევით მას. სადაც შევა უთხარით სახლის პატრონს. მოძღვარმა თქვა, სად არის ჩემი სასტუმრო ოთახი, სადაც ჩემს მოწაფეებთან ერთად ვჭამ პასექს. ის გიჩვენებთ ზემოთვალს, მოფარდაგებულსა და გამზადებულს. იქ მოგვიმზადეთ. გამოვიდნენ მისი მოწაფეები, შევიდნენ ქალაქში და იპოვეს როგორც მან უთხრა და მოამზადეს პასექი. რომ მოსაღამოვდა, 12-თან ერთად მოვიდა იგი. როცა დასხდნენ და ჭამდნენ, იესომ თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ერთი თქვენგანი, რომელიც ჩემთან ერთად ჭამს, გამცემს მე. ისინი დანაღვლიანდნენ და ჰკითხეს სათითაოდ: მე ხომ არა ვარ? ხოლო მან მიუგო პასუხად: ერთი 12-თაგანი, რომელიც ჩემთან ერთად ჯამში ხელს ამოაწებს. თუმცა კაცის ძე მიდის, როგორც დაწერილია მასზე, მაგრამ ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა ძე კაცისა. იმ კაცისათვის უმჯობესი იქნებოდა არ დაბადებულიყო. როცა ისინი ჭამდნენ, აიღო იესომ პური, აკურთხა, დატეხა, მისცა მათ და თქვა: აიღეთ და ჭამეთ, ეს ჩემი სხეული. აიღო სასმისი, მადლი შესწირა და მისცა მათ და იქიდან შესვა ყველამ. უთხრა მათ: ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მეც აღარ შევსვამ ვაზის ნაყოფისაგან იმ დღემდე, როცა შევსვამ ახალ ღვთის სასუფეველში. იგალობეს და გავიდნენ ზეთისხილის მთაზე. უთხრა მათ იესომ: თქვენ ყველანი ცდუნდებით, ვინაიდან დაწერილია, დავცემ წყემს და გაიფანტებიან ცხვრები. ხოლო ჩემი აღდგომის შემდეგ წინ გაგიძღვებით გალილეაში. პეტრემ უთხრა მას: თუნდაც ყველანი ცდუნდნენ, მაგრამ მე არა. უთხრა მას იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ამაღამ, სანამ მამალი ორჯერ იყივლებდეს, 3ჯერ უარმყოფ. ის კი მეტი თავგამოდებით ეუბნებოდა: თუნდაც რომ მოუკვდა შენთან ერთად, არ უარყოფ. ასევე ეუბნებოდნენ სხვებიც. მივიდნენ ადგილზე, რომლის სახელი იყო გეთსიმანია და უთხრა თავის მოწაფეებს: ისხედით აქ, სანამ ვლოცულობ. წაიყვანა თავისთან პეტრე, იაკობი და იოანე. იწყო წუხილი და ურვა. უთხრა მათ: სასიკვდილოდ არის დამწუხრებული ჩემი სული. იყავით აქ და იფხიზლეთ. ცოტა გაიარა, დაემხო მიწაზე და ლოცულობდა, რათა თუ შესაძლებელი იყო, ასცდნოდა ეს ჟამი. თქვა: აბა, მამაო, შენთვის ყოველივე შესაძლებელი. ამაცილე ეს სასმისი, მაგრამ არა რაც მე მსურს, არამედ რაც შენ. მოვიდა და ნახა ისინი მძინარენი და უთხრა პეტრეს: სიმონ, გძინავს? ვერ შეძელი ერთ საათს გეფხიზლა.
იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. სული მხნია, ხოლო ხორცი უძლური. კვლავ წავიდა, ლოცულობდა და იმავე სიტყვებს ამბობდა. მობრუნდა და მძინარენი ჰპოვა ისინი, ვინაიდან თვალები დამძიმებოდათ და არ იცოდნენ რა ეპასუხათ მისთვის. და მოვიდა მესამედ და უთხრა მათ: თქვენ ისევ გძინავთ და ისვენებთ? კმარა. მოვიდა ჟამი. აჰა. კაცის ზე გადაეცემათ სოდვილთა ხელთ. ადექით და წავიდეთ. აჰა. მოახლოვდა ჩემი გამცემი. ჯერ სიტყვა არ დაესრულებინა, რომ აჰა მოვიდა იუდა 1-12 და მასთან ერთად ხალხი מחვილებით და კეტებით, მღვდელთავართაგან, წიგნობართაგან და უხუცესთაგან, ხოლო მის გამცემს მიეცა მათთვის ნიშანი და ეთქვა: ვისაც მე ვეამბორები, ის არის იგი, შეიპყარით და დაცვით წაიყვანეთ. მიეჭრა მას და უთხრა: რაბი, და ეამბორა მას. მათ კი ხელი დაადეს მას და შეიპყრეს იგი. ერთმა იქ მდგომთაგანმა იძრო მახვილი, დასცხო მღვდელთავრის მონას და ყური ჩაათალა. მაშინ იესომ უთხრა მათ: თითქოს ავაზაკის წინააღმდეგ מחვილებითა და კეტებით მოხვედით ჩემს შესაფხრობად. ყოველ დღე თქვენთან ვიყავი ტაძარში და გასწავლიდით და არ შეგიპყრივართ. მაგრამ რათა აღსრულდეს წერილები. მაშინ მიატოვეს იგი და ყველანი გაიქცნენ. ერთი ვიღაც ჭაბუკი, რომელსაც შიშველს ხეულზე ტილო მოესხა, მიჰყვებოდა მას და შეიპყრეს იგი. შეატოვა ტილო და შიშველი გაიქცა. მიიყვანეს იესო მღვდელთავართან. თავი მოიყარა ყველა მღვდელთავარმა, უხუცესმა და მწიგნობარმა. პეტრემ შორიდან მისდია მას, თვით მღვდელთავრის ეზომდე. დაჯდა მსახურებთან და ცეცხლთან თბებოდა. ხოლო მღვდელთავარნი და მთელი სინედრიონი ეძებდნენ მოწმობას იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი, მაგრამ ვერ პოულობდნენ. ვინაიდან მრავალი სწამებდა ცილს, მაგრამ ეს მოწმობანი ერთმანეთს არ ემთხვეოდა. ზოგნი წამოდგნენ და ცილს სწამებდნენ მას. ამბობდნენ: ჩვენ მოვუსმინეთ, რომ ლაპარაკობდა. მე დავანგრევ ამ ხელთქმნილ ტაძარს და 3 დღეში ავაშენებ სხვას ხელთუქმნელსო. მაგრამ არც მათი მოწმობანი ემთხვეოდა ერთმანეთს. მღვდელთავარი ჩადგა შუაში და ჰკითხა იესოს: ნუ თუ არაფერს უპასუხებ, რა არის, რასაც ესენი შეს წინააღმდეგ მოწმობენ? ის კი დუმდა და არაფერს პასუხობდა. შემდეგ ისევ ჰკითხა მას მღვდელთავარმა: შენ ახარ ქრისტე, ძე კურთხეულისა? იესომ მიუგო: მე ვარ. თქვენ იხილავთ კაცის ძეს, ძალის მარჯვნივ მჯდომარეს და ცის ღრუბლებთან ერთად მომავალს. მაშინ მღვდელმთავარმა შემოიხია სამოსელი და თქვა: რაღად გვინდა მოწმენი? თქვენ გესმათ გმობა? რა სიტყვი? მაშინ ყველამ დაადო მსჯავრი მას, რომ სიკვდილს იმსახურებდა. ზოგიერთმა დაუწყეს მას ფურთხება, სახე დაუფარეს და სცემდნენ და ეუბნებოდნენ: იწინასწარმეტყველეო და მსახურნი სილას აწნავდნენ. როცა ქვემოთ ეზოში იყო, მივიდა მასთან მღვდელმთავრის ერთი მოახლეთაგანი. როცა პეტრე დაინახა, რომელიც თბებოდა, დააკვირდა და უთხრა: შენც იესო ნაზარეველთან ერთად იყავი. მან უარყო და თქვა: არ ვიცი და არც მესმის რას ამბობ. და პეტრე გავიდა ეზოს გარეთ და იყივლა მამალმა. ხევალმა რომ დაინახა იგი, კვლავ უთხრა იქ მდგომებს: ესეც იმათაგანია. მან კვლავ უარყო. მცირე ხნის შემდეგ იქ მდგომებმა კვლავ უთხრეს პეტრეს: ნამდვილად იმადგანი ხარ, რადგან შენც ხომ გალილეველი ხარ. ლაპარაკის კილოზე გეტყობა. პეტრემ კი იწყო თავის წყევლა და ფიცილი. არ ვიცნობ იმ კაცს, ვიზედაც მელაპარაკებით. ისვე მეორედ იყივლა მამალმა და პეტრეს გაახსენდა სიტყვა, რომელიც იესომ უთხრა: სანამ მამალი ორჯერ იყივლებდეს, 3ჯერ უარმყოფ. გაახსენდა და ატირდა.